მოკლედ დაუღალავი დედები პირდაპირ ამ შეკრებიდან მოვიდნენ ჩვენთან ისევ იმაზე სასაუბროთ, რაზეც დღეს მოქალაქეებს მეტროში ესაუბრებოდით. ქალბატონო მარინა, ქალბატონო ნანი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. აი ყურში მითხრეს საეთერო გთხოვა ერთი ეგზემპლარი გაზეთის დაგვიტოვეთ, ჩვენც გავეცნობითო. მინდა კითხოთ, რა შედეგი მოაქვს ხალხთან ასეთ პირდაპირ კომუნიკაციას? ეს მეტნაკლებად ახალი ფორმაა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, რომ თქვენი სათქმელი მიიტანოთ საზოგადოებამდე. ქალბატონო მარინა, აი თქვენ როგორ აკვირდებით ხალხს რა კითხვები აქვს, ინფორმაცია თუ აქვს ბიჭების პატიმრობის შესახებ, იმ უსამართლობის შესახებ, რომელსაც წააწყდით? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. აი ხალხი არის ზოგ ჩვენს მიმართ ძალიან კეთილი განწყობით. და ჩვენ პატიმრებსა, ჩვენ დედებსაც გვითანაგრძნობენ, ძალიან გვეფერებიან, გვეხუტებიან. ამისთან შვილების გაზრდისთვის კმაყოფილებას გამოგვითქვამენ ჩვენ დედებს, მაგრამ არიან მშობლები და არის ხალხი, რომელიც მართლა წინააღმდეგები არიან და ზოგი იმისთან რაღაცას გაკადრებს და გეტყვის ახლა მე პირადად, როგორც ალბათ ასაკიანი ქალბატონი მაინც იმდენად მე ვერ მიბედამენ, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ზოგი გაივლის და ისე მოგაწევლის და იმისთან რაღაცას ბატონო რით იხსნით ამას? აი რა ვიცი, რით იხსნით? იმითი, რომ არა აქვთ ან ინფორმაცია არ მიდის იმათ ყურებამდე, ან ვერ გრძნობენ რა ხდება ქვეყანაში, სად მიდის ქვეყანა. რა ხდება ალბათ არიციან კიდე თორე ახლა ესე რომ რანაირად უნდა მოიქცეს ეს ხალხი ჩემამდე არ დადის. აი ასე რომ გაგრძელდეს, როგორ ფიქრობთ, მათ შვილებს არ შეეხებათ უსამართლობა? ყველას შეეხება, ყველას და ეს უსამართლობა ალბათ მივა ყველასთან, თუ ხალხი არ მოეგო გონს და არ გამოფხიზლდნენ და არ გამოვიდნენ და არ დადგნენ ჩვენთან ერთად. აი ეს გაზეთები, რომელიც პირველი გამოშვება, გამოცემა საკნიდან გამოვიდა, რას უყვება თქვენი შვილის შესახებ მოქალაქეებს? ვიცით, რომ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ქალი ლიდერების მხარდაჭერითაც გამოიცა, მაგრამ ხალხი არის ის, ვინც რეალურად მათ შორის ეხმარება ამ პროცესს, ხომ? რას ყვებით ამ გაზეთიდან? ამაზეც თქვენ გვითხარით? ჩვენ არ ყვებით ამ გაზეთში, არის ჩვენი შვილების წერილებია, ჩვენი პატიმრების გამოგზავნილი წერილები არის და ეს არის ამ გაზეთებში, მაგრამ შემდეგ ნომერში კიდე რა დაიბეჭდება, ეგ უკვე და მათი მთავარი სათქმელი როგორია, ვუთხრათ მაყურებელს? მათი მთავარი სათქმელი ისაა, რომ აქეთ გვამხნევებენ, გვაიმედებენ, ბრძოლა ბოლომდე, უნდა იბრძოლოთ და ჩვენ ხნეთ ვართ, ჩვენ კარგად ვართ, ჩვენზე არ ინერვიულოთ. აგერ ჩემი ბიჭიც ისე და მე არც ერთ პარტიის წევრი და ის არა ვარო, მაგრამ ჩემი პარტია, ჩემი სამშობლო საქართველოა. გვიწერს ამ წერილით ისიც და აღწერს თავის ძმის გარდაცვალების ამბავს. ამ წერილში ყვება, როგორ გარდაიცვალა მისი ძმა 92 წელს 2 თებერვლის იმ სისხლიან კვირა დღეს, როდესაც მამუკა ტერიშვილს 17 წლის ქართული დრო შეეჭირა, მიტინგზე წინ მიდიოდა და სნაიპერის ტყვიით დაუხრიტეს ძმა. და იმის შემდეგ რა უფლება აქვს გიორგის, რომ არ ყოფილიყო ანამ აქციებზე და ან კიდევ არ იყოს ნამდვილად ეს სახში ვერც გაჩერდებოდა, არც გაჩერდება. თქვენ რა გაძლევთ ძალას, რომ აი დღეს მთელი დღის განმავლობაში ამდენი იარეთ? ღამესაც ათენებთ ხოლმე აქციას. აი ხვალ სასამართლოა იქაც წახვალთ ალბათ, ხო? როგორ გამოიყურება თქვენი დღე, ერთი რიგითი საპროტესტო აქციის დღე და რა გაძლიერებთ? გვაძლიერებს ხალხის თანადგომა, გვერდში დგომა ხალხისა ნამდვილად, რომ აი რო გავდივართ ამ თავისუფლების მოედანზე რო ვართ, აი ესეთი სიყვარულით, ისეთი მოფერებით, ისეთი იმით გვხვდება ხალხი, რომ ჩვენც ძალიან იმედიანად ვართ, აი ამ ხალხის შემაყურებლები. ჩვენთვისაც დიდი იმედია და რა ვიცი, რაღაცა ძალა და ენერგია გვემატება.